ბაია დავითაია მოსამართლე გიორგი ებანოიძეს კორუფციულ გარიგებაში დებს ბრალს. ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. საქმე ეხება ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას განქორწინებასა და ქონების გაყოფას. დავითაია და უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ. აქედან 8 წლის მანძილზე დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. სწორედ ქორწინებაში ყოფნის დროს დაგროვილი ქონების გაყოფას ითხოვს დავითაია, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა გიორგი ებანოიძემ 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მისი არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების თქმით, ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო ასახელებს იმას, რომ ბაია დავითაია ქონების ღირებულების ზრდაში არ მონაწილეობდა, რადგან შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა. სასამართლომ კი თანხა, რასაც უგულავა შვილის რეაბილიტაციის ხარჯებისათვის იხდიდა, 25%-ით შეამცირა. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ დავითაია არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე, რაც იწვევს ეჭვს კორუფციული გარიგების შესახებ. პროცესების მიმდინარეობიდან გამომდინარე, ბაია დავითაიას მუდმივად ჰქონდა ის განცდა, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული. სასამართლოს ქმედებებიდან გამომდინარე, მას ცალსახად ჩამოუყალიბდა ის ხედველობა ამ პროცესის მიმართ, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული. მიკერძოებული მსგავს დავაში სასამართლო მისთვის შეიძლება მხოლოდ იყოს კორუფციული გარიგება. ნებისმიერ გადაწყვეტილებაში თანმდევი პროცესია, როდესაც მხარეს უხსნი, რომ რას დაეყნო სასამართლო, რატო იხემძღვანელა რომელიმე კონკრეტული მუხლით. ჩვენ შემთხვევაში ცალსახად ის მუხლები, რომელიც ადგენენ მსგავს ურთიერთობას, იგნორირებულია. სასამართლომ განაცხადა, რომ ღირებულება რომს გაზრდილიყო, ბაია დავითაიას ამაზე უფლება მაინც არ ექნებოდაო. ვინაიდან იყო საზღვარგარეთ, მონაწილეობას იღებდა შვილის აღზრდაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ამის გამო თურმე ბაია დავითაიას ქონებრივი უფლებები არ უნდა წარმოეშვას თანასაკუთრებაზე. ეს არის მართლა აღმაშფოთებელი მიდგომა სასამართლოს მხრიდან, რომელიც პრეცედენტის არათუ ქართულ სასამართლოში, არამედ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც კი ვერ მოიძიებთ, რო არაფერი ვთქვათ ევროკავშირის და ამერიკის სასამართლო პრაქტიკაზე. ქალისა და ბავშვის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და საქმეში დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობენ უფლებადამცველები. მათი აზრით, ბაია დავითაიას საქმე და სასამართლოს მიერ მოყვანილი დასაბუთება, რომ ის შვილის გამო ვერ მონაწილეობდა ქონების ზრდაში, არის სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია. მშობელს უთხრა კონკრეტული სიტყვები, რომ თქვენ რადგან ზრდიდით ბავშვს და ასრულებდით დედის და მამის მოვალეობას, ერთდროულად თქვენ არ გეკუთვნით საკუთრება, რადგან არ გქონდათ დრო მიგეღოთ მონაწილეობა საერთო ქონების გაუმჯობესებაში, რომელიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს, ესეთი მიდგომა და სტანდარტი. ამ შემთხვევაში, როგორც ქალის უფლება ირღვევა ბავშვის უფლება. ამ კონკრეტულ საქმეში, რადგან შეზღუდული საზღვრების მქონე ბავშვი ფიგურირებს, აუცილებელი იყო სასამართლოს მოეწვია სპეციალისტი, ექსპერტი. გადაწყვეტილებას ვკითხულობთ, რომელიც დაცლილია გენდერული თანასწორობის აუცილებელი სტანდარტებით, დაცლილია ბავშვთა უფლებების სტანდარტებისგან. მთლიანობაში ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც არის სასამართლოს სახელით ნათქვამი თანასწორობა ყველა სუბიექტის მიმართ. ეს არის გადაწყვეტილება მხოლოდ კაცებისთვის. ეს არის წმინდა პატრიარქალური გადაწყვეტილება. მე შენ მოგცემ, მაგრამ ჩემი ნებით. შენ არაფერი არ გეტკუთვნის. ალიმენტს მოგცემ, მაგრამ კუთვნილ ქოლებას, კონტროლს შენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე არავითარი გზით შენ ხელში არ ჩავაგდებ. ეს სამწუხაროა. და ეს ხდება საქართველოს სახელით, რომელიც ქალთა წლად აცხადებს 2015 წელს და ცდილობს, რომ ის უზარმაზარი უთანასწორობა, რომელიც ქვეყანაშია. თავის მხრივ თემურ უგულავას ადვოკატი ბაია დავითაიას ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას სასამართლოზე ზეწოლას უწოდებს. ქეთი ქვარცხავას თქმით, ეს შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე თემურ უგულავასათვის. თემურ უგულავა არ არის არც პოლიტიკოსი, არც მომუნდის წარმომადგენელი, რომ მისთვის რაღაც პიარს ჰქონდეს მნიშვნელობა. ესე იგი, ერთადერთი დანიშნულება ამ პიარ აქტივობის არის სასამართლოზე ზეწოლა. ეს არის ცალსახად უარყოფითი, klienti ასრულებს ყველანაირ მოვალეობას ბავშვის მიმართ და ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს ამ შემთხვევაში რაღაც მსხვერპლთან და გარეთ გაგდებულ ადამიანთან მქონდეს საქმესასე ნამდვილად არ არის. ძალიან შეძლებულ მდგომარეობაში არის ქალბატონი გასცემილი.
Biznesmen Temur Ugulovas მფლობელობაშია შეპესე აჭარა, Holiday Inn, სასტუმროების ქსელი Roomsy და სხვა ბიზნესები. Holiday Inn-ის 35%-იან წილს ფლობს ბაია დავითაია, რაც მას ჩუქების წესით აქვს მიღებული. Როგორც ადვოკატები ამბობენ, Ugulova წილს აღნიშნული 35%-დანაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. Როგორც ბაია დავითაიას ადვოკატები ამბობენ, მათ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, ასევე შეტანილი აქვს საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლე ებანოიძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით.